მოგესალმებით, იცით თქვენ რომ ევროკავშირმა მიიღო მორიგი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშით შესაბამისი გამოაქვეყნა. რას ამბობს ევროკავშირი და უაღრესად, უკიდურესად მკვეთრია, მკაცრია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მეთქი ასე უნდა მეთქვა, მაგრამ აი ჩვევა რჯულზე უმკიცესიაო, ვერა და ვერ ვარქმევ ქართულ ოცნებას ხელისუფლებას, იმიტომ რომ ვიცი ნამდვილებით რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყავდა. მოსალოდნელია თუ არა ქართული ოცნების პოლიტიკის ცვლილება ევროკავშირის მორიგი მკვეთრი მკაცრი რეზოლუციის გათვალისწინებით. მე რომ მკითხოს კაცმა, ალბათ უფრო არა. მაგრამ მეორე მხრივ რა გზა აქვს? განა რა გზა აქვს ბიზინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. რას უგულისხმობ ახლა ცვლილებაში, პოლიტიკის ცვლილებაში? მაგალითად, პოლიტპატიმრებისგან თავისუფლებას ჯერჯერობით საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება არაფერს ამბობს ამასთან დაკავშირებით და არ იხევს უკან, არ გვაჩვენებს, რომ პრინციპში რაღაცა პროცესის შემდეგ შეიძლება უკან დაიხევს. მაგალითად, იმ დრაკონული კანონების, რუსულ კანონებს რო უწოდებთ, იმ კანონების შეცვლას აპირებს თუ არა, ერთ-ერთ დეპუტატს წასდა ჩვენ მზად ვიქნებით, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ ევროპელ კოლეგებთანო, მაგრამ ესეთი ერთი კი არა, 20 ან 22 კანონია. პოლიტიკას კლავს მეთქი საქართველოს ხელისუფლება წოდებული ჯგუფი, ქართული ოცნების ჯგუფი, ამას თუ ვიტყვი, არც ეს იქნება გასაკვირი და გადაჭარბებული არ იქნება. მაგრამ ეს არის მხოლოდ თემათა ნაწილი, რომელთა განხილვაც მე მინდა თავისუფლების მოედნის ლიდერთან, ლევან სუსქილიძესთან, რომელსაც ივესალმები. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ლევან, მოგესალმები, საერთაშორისო კონტექსტის მნიშვნელოვანია. 30 წუთი შენსთან რესპონდენტთან უნდა ილაპარაკოს კაცმა საათნახევარი და 30 წუთი ვისაუბროთ და მაქსიმალურად ყველაფერს შეძლების დაგვარად ყველაფერზე. მოკლედ, პირველი კითხვა ამგვარია. რაზე დგას, აი ყველაფრის მიუხედავად, რაზე დგას ქართული ოცნების ხელისუფლება? შიშზე? იქნებ ეკონომიკურ წინსვლაზე. ისინი ამბობენ, რომ 7-8-9% გვაქვსო ეკონომიკური წინსვლა. საზოგადოება ამას ალბათ ვერ გზნობს მით უფრო ინფლაციის გათვალისწინებით. იმიტომ რომ ყველაფერი ფასმომატებულია. მაგრამ ფაქტია, რომ დგას და ფაქტია, რომ მას ხავს, არ ვიცი, რაოდენობაზე ხო ვერ ვილაპარაკებ, ახლა ზუსტებით უფრო, მაგრამ მომხრეები. მაინც აი რა ძირითადი 3-4 ფაქტორია, რაზეც დგას ხელისუფლება წოდებული ჯგუფი. გამარჯობა ირაკლი, მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა თქვენ ეთერში სტუმრობა და დიდი მადლობა ამისთვის. ქართული ოცნება ძირითადად განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში დგას მხოლოდ ძალადობაზე. ანუ მან რაიღად მნიშვნელოვანი საფუძვლები დაკარგა ლეგიტიმური მმართველობისთვის. ხომ აი ჩვენი ტიპის ქვეყანაში ისე როგორც ყველგან სხვაგან ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომელსაც ის იღებს დემოკრატიული არჩევნებით. სჭირდება განსაკუთრებით საქართველოში საერთაშორისო ლეგიტიმაციაც, რომ ის იყოს აღიარებული სანდო პარტნიორი ქვეყნის მეგობრების მხრიდან და ასევე სჭირდება მორალური ლეგიტიმაცია. ანუ განცდა, განწყობა საზოგადოებაში იმისა, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია იმ ძალაუფლებას, რომელსაც ის ფლობს, იყენებს სამართლიანად. არც ერთი ეს ფუნდამენტი, რაზეც შეიძლება დააფუძნო მდგრადი სტაბილური მმართველობა, ქართულ ოცნებას აღარ დარჩა. მან დაკარგა დემოკრატიული ლეგიტიმაცია 24 წელს, შემდეგ იმ ძალადობის ფონზე, რაც მან გააკეთა, დაკარგა მორალური ლეგიტიმაციაც, ანუ დღეს ქართული ოცნების მომხრეებიც კი ხედავენ, რომ ძირითადად ეს პარტია დგას აი ამ რაღაცა შიშველ ძალადობაზე. და ამ ყველაფრის შედეგად დაკარგა საერთაშორისო ლეგიტიმაციაც. მას დარჩა, რა თქმა უნდა, ძალაუფლების უხეში მექანიზმები, რომლებიც ჯერჯერობით მას უნარჩუნებს ხელისუფლების კონტროლის საშუალებას. ეს არის მისი კონტროლი ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლოსი, რომელსაც იყენებს რეპრესიისთვის. ეს არის ფული, რომელიც მას აქვს, განსაკუთრებით ის შავი ფული, რომელიც შემოედინება, ის ფული, რომელსაც ივანიშვილი პარტიული მიზნებისთვის ხარჯავს თავისი ამოცანებისთვის და მას აქვს პროპაგანდის ინსტრუმენტები. ანუ შესაძლებლობა გააგრძელოს მოქალაქეების მოტყუება.
იმედის, პოზიტივის და თქვათ ონლაინ მაგრამ ლევან, რაღაცებს ჩვენ გახარჯებს. დაგვაძლევთ ოპტიმიზმის შესაძლებლობას, კი არა უფლებას. ეს შავი ფული, ძალადობის ეს ვერტიკალი, მას მე ესე უწოდებ ხოლმე და არ ვიცი ამდენად ვწდები და არ ამგონია ვწდებოდი, რომ ის ეფექტურ კონტროლს, აი როგორც ოკუპანტები აფხაზეთში ან ხორციელებენ ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე და პასუხისმგებელნი შესაბამისად არიან აფხაზეთი, ის ეფექტურ კონტროლს დანარჩენ ტერიტორიაზე საქართველოში 4/5-ზე არ ხორციელებს. რა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, ან იმედს, რომ ეს ძალადობა, ეს შავი ფული, ეს პროპაგანდა რომელიღაც ეტაპზე მოიშლება. კი, პასუხი კლასიკური შენი შესაძლო ქართველი ხალხის შეუპოვრობა აბსოლუტურად მესმის. მაგრამ ქართველი ხალხის შეუპოვრობა დგას 550 დღეა ქუჩაში და ხელისუფლება ყურსაც არ იბერყავს თითქოს. ზანე. კი ბატონო, რამდენიმე რამეა, რაც მე პირადად მაძლევს აუცილებელი გარდაუვალი გამარჯვების რწმენას. პირველი ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება და პირადი ურთიერთობა ძალიან ბევრ თანამოქალაქესთან. ჩვენ ამ წლის დასაწყისიდან ძალიან ინტენსიურ კამპანიაში ვართ, საქართველოს გულისთვის ეროვნული კამპანია დავიწყეთ. უკვე შემოვიარეთ საქართველოს სამი მხარე, იმერეთი, აჭარა, კახეთი და ვემზადებით ახლა სამეგრელოსთვის. და ყველა ამ რეგიონში, ყველა ამ მხარეში, ქალაქი იქნება ეს თუ სოფელი, სადაც ვიყავი, აშკარაა, რომ ცვლილება უნდა უფრო და უფრო მეტ ადამიანს და ქართულ ოცნებას უფრო და უფრო ნაკლები აქტიური მხარდამჭერი დარჩა. ანუ შესაძლოა მას ყავდეს ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აი ჯობია ქართული ოცნება ისევ იყოს ვიდრე ვინმე სხვა, მაგრამ იმ ადამიანების რაოდენობა და мотиваცია, რომლებიც ქართული ოცნების დასაცავად ბევრს გააკეთებენ, დრამატულად შემცირებულია. მე მქონდა უაღრესი დრამატულად შემცირებულია თქვენი პოლიტიკური ჯგუფი არ მონაწილეობდა 24 წლის არჩევნებში, მაგრამ დრამატულად შემცირებულია მონაწილეობდა. ხო, და 24 წლიდან შემცირებულია, აი ეს შეიძლება 24 წლიდან შემცირებულია, მე ამას ვადარებ ჩვენი წინა კამპანიის გამოცდილებას, დღევანდელ გამოცდილებას და ასევე მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს შეაშინოს და მოისყიდოს ადამიანები, აი ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მე პოულობდი თანამოაზრეებს ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინოდათ გამოსვლის ჩვენთან შეხვედრას. ეს ადამიანები თავის მხრივ შეიძლება ესეთი პოეტური ნათქვამია, მაგრამ კბილებით დაიცავენ საკუთარ არჩევანს უკვე შემდგომ არჩევნებში, იმიტომ რომ ჩვენ მაინც უნდა შევთანხმდეთ მე და შენ და საზოგადოების უმეტესი ნაწილი, რომ მაინც ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით. ეგ რა მაგის პასუხია. პოლიტიკას აუქმებს რა ბიზნა ივანიშვილი პერსონალურად. ის ხოთაშორის თქვენ პარტიასაც ერჩის პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ ირიბად კი არ ერჩის რაღაც შემოვლითი გზებით, რაღაც დონორები არ აკყავთ და ეძებთ სანთლით, ხო არა? მაღალზე ან გარკვეულზე, ან თუნდაც გარკვეული ალბათობით თქვენი პოლიტიკური სუბიექტი შეიძლება როგორც წყალებში გასაკვირველია ფართო საზოგადოებისთვის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ლევან სუსქირიძის როგორ უნდა დასწამო ის კარგად არ მესმის, მაგრამ ოკეი, ლევან სუსქირიძის საც დასწამებენ ისინი, შეიძლება გააუქმოს თქვენი პარტია. ხო? თქვენს რა აზრი აქვს? აი მოდი კიდე გავაგზავნებ ჩემს ჯელობას, კითხვაც არ არის, ჯელობა უფრო. რა აზრი აქვს კლასიკურ პოლიტიკურ პროცესს, რომლის შედეგადაც არჩევნები უნდა დადგეს 28-ში, 26-ში, 27-ში, არ ვიცი რამდენად, მაგრამ ან წელსვე ან 2 წლის თავზე, თუ პოლიტიკა გაუქმებული იქნება. შენ შეტიხარ და იმ ახელ გლეხს, ან სადაც იყავი სხვაგან, ელაპარაკები და იცი რომ მისი განწყობები მაგრამ რეალიზება ამისი მას არ აქვს შესაძლებლობა ბიულეტენი აიღოს და ჩააგდოს და რომც კონდეს. მე მაქვს განცდა, არა თუ მათ, რომ ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება კიდე დახვეწავს გაყალბების მექანიზმებს და აი პირობთ 28 წლის არჩევნებსაც გაყალბებს, რატომაც არა. ბევრი კითხვაც მოიცავს, მოდის ვიხდი. კი, გავიგე, რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური შეკითხვა და დილემა არის, მაგრამ მე მგონი, რომ
მან შეიძლება რაღაც ფორმალური შესაძლებლობები შეგვიზღუდოს და მართალია რომ ხედავთ აი ამ რაღაც ძალიან პირდაპირ პროპაგანდას ჩვენ წინააღმდეგ ხარ რომ ცდილობენ ხოლმე ამ რაღაცა სხვადასხვა კუთხეების მოძებნას და მაინც არ გამოსდით და ბოლოს მე მგონი თლათ სარეკლამო სიუჟეტებს აკეთებს იმედი იმიტომ რომ ვერ პოულობენ ახლა ისეთებს რომ რაღაც ხო ამან იმუშაოს მაგრამ მათ შეიძლება რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შედეგად შეზღუდონ ფორმალური პოლიტიკის შესაძლებლობები რომლებიც ისედაც უკვე უკიდურესად შეზღუდულია მაგრამ ვერაფერს ვერ უზავენ იმ პრობლემებს და იმ საკითხებს რომლებიც დღეს საზოგადოებას ძალიან აწუხებს და აბრაზებს ხომ ანუ ამ პრობლემებს ვერ გააქრობენ ამიტომ და ეს პრობლემების გადაჭრა საბოლოო ჯამში აუცილებლად დაუკავშირდება ხელისუფლებაში ქართული ოცნების დე-ფაქტო დატოვება ან არ დატოვების საკითხს, იმიტომ რომ დღეს ყველა ხედავს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ცვლილება არის საჭირო. თვითონ ქართული ოცნების მომხრეებიც მეუბნებიან ამას, ოდესაც ხვდები, მათაც ხვდები ხოლმე კამპანიის დროს და პირიქით მათ ძალიან მაინტერესებს ხოლმე, რას ფიქრობენ ისინი და ისინიც ფიქრობენ, როდესაც თქვათ ადამიანურად დაჯდები და დაელაპარაკები, მათაც ყავთ ვიღაც ემიგრაციაში, ისინიც იმ ფასი ხდიან პროდუქტებში, რასაც ჩვენ ვიხდით, ხომ? ისინიც მათ სახლებსაც ურტყამს ეს მეწყერი და ეს ყველაფერი უბედურება, რაც ამ ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად მივიღეთ, ხო? მაგალითად ზემო იმერეთში ან სადმე სხვაგან რაჭაში, ხო? მათაც აწუხებთ ინფლაცია, მათაც აწუხებთ გაზრდილი ფასები, კორუფცია, კრიმინალი. ანუ ეს პრობლემები არის, რომლებიც მიუხედავად იმისა, ხა ივანიშვილი ფორმალური გამოხატვის შესაძლებლობებს შეგვიზღუდავს თუ არ შეგვიზღუდავს, ეს პრობლემები დარჩება. ჩვენი ამოცანა რაც არის ის, რომ მოსახლეობის, საზოგადოების, თანამოაზრეების პოლიტიკური ორგანიზება და მობილიზაცია გავაძლიეროთ. დავანგრიოთ ეს გაუცხოება, რაც გარკვეულწილად ობიექტური, მაგრამ ასევე ძალიან ხელოვნურია პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს და საზოგადოებას შორის, ხო? ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ არსებობენ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯგუფები, პარტიები, ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ენდო და გაყვე რაღაც მომავლისთვის ბრძოლაში და ეს არის ის, რასაც ის ვერ შეზღუდავს. ნუ გარდა იმისა, თუ ხა ფიზიკურად დამამწყდევენ სადმე, რაც არც არის გამორიცხული, ხო, მაგრამ ნუ მე თუ დამამწყდევენ, სხვები გააიღებენ დროშას და სხვები გააგრძელებენ ამ სვლელობას, ხო? ამიტომ ამას ვერაფერს ვერ უშვება. აი თქვენ ეკონომიკაც ახსენეთ და ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ის საკითხები, რაზეც რითიც ისინი თავს იწონებენ ხოლმე, ხო? არის დიდწილად ფუყი, არაფრის მომცემი და манипуლაციური. და ამას ყველა ხვდება ეხა ადამიანებს რამდენიმე კვირის წინ ქობულეთში ვიყავით და 10 ლარიანი ხორცი ვიკითხეთ და აი მთელი ქობულეთის ცენტრი სიცილით ყდებოდა, სიმწრის სიცილით. ხო, ბესმის და სიცილის საფუძველი აქვს. ლევან ერთი კითხვა და მე ისევ საქართველოს დაუბრუნდეთ, უბრალოდ ეს კითხვა ცხადია საქართველოსია, მაგრამ რაღაც ცოტა მარცხნიდან მოუვული შენიშნება. რამდენად იმოქმედებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებზე საერთაშორისო კონიუნქტურა. იმიტომ რომ შენც და მეც და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოდი არ დავბალავ ამ ემოციას, ამ სიტყვას არ დავუმალავ, საზოგადოებას გახარებულია იმით, რაც ასე მაგალითად ხდება უკრაინაში, კი არა, უცებ უკრაინის ომში, იმიტომ რომ ვინ წარმოიდგენდა, მე ვერ წარმოვიდგენდი მეთქი ეს ხმამახლა, ახლახან გამოქვეყნდა ჩემს ტაბლომედიაზე კისილევთან, რუს ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩემი გუშინ ჩაწერილი და ღიად უთხარი მე კისილევს რომ 3 და 4 წლის წინ კი არა, 2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი რომ მოსკოვის რაღაცა ნაწილი, მის რო არ არის ცენტრი, მაგრამ ნაწილი და მისი მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიბომბება და მეთქი. მაგრამ მარტო ამას არ გულისხმობ კავკასიის რეგიონის განთავისუფლებას, რუსეთისაგან განთავისუფლებას. გულისხმობ ევროკავშირში მიმდინარე პროცესს, გულისხმობ შეერთებული შტატების ახმამაღლებას, იმიტომ რომ 2 წელი არა, წელიწად ნახევარი მაინც ველოდით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ვინმე მართებული გაგებით სტაფერი იტყოდა რამეს და ახლა არათუ სტაფერმა, არამედ ლად სახელმწიფო მდივანმა მესმის რომ ვილსონმა კონგრესმენმა თავისი დიდი შესავალი დაურთო, მაგრამ რუბიო გამოცდილი დიპლომატია და შეეძლო სხვაგვარი პასუხის გაცემაც. მაგრამ გასცა ის პასუხი, რომელიც აი ეს ევროკავშირის თუნდაც იგივე რეზოლუცია არ უბიძგებს კი რომ ივანიშვილს რომ დათმოს, იმიტომ რომ განმასახიერებს შენიშნებართვით და არ მიცხეთ, აი ესე როგორც ეს სანთებელად დაანარცხდა, ხო? ისე შეიძლება დაანარცხდეს და დაანარცხება იქნება მძიმე.
კი, გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს ხომ არ არის მხოლოდ რაღაც ფორმალური ცვლილებები, ანუ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამე ხდება, რაც ძალთა ბალანსს ცვლის, ხო? და ივანიშვილი ისევ რომ ისევ როგორც მის გვარი პიროვნებები მხოლოდ ამ უხეში ძალის განზომილებებს აღიარებენ და აი ზუსტად ამაში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ერთი არის ის, რომ ევროკავშირს გაეხსნა მოქმედების თავისუფლება ბევრად უფრო, ვიდრე აქამდე იყო, ხო? ანუ მთავარი დაბრკოლება ევროკავშირის საერთო პოლიტიკასთან მიმართებაში საქართველოსთან დაკავშირებით იყო ორბანი აღარ არის ახლა ხელისუფლებაში და ბევრი საერთო გადაწყვეტილების განბლოკვა უნგრეთის მხრიდან ხდება, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან უნგრეთისთვის, ეგ ცალკე ამბავია. სლოვაკეთი, რომელიც იყო ასე თქვათ, ასევე ორბანთან ერთად ერთ გუნდში, ახლა აღარ გამოიდებს არანაირად თავს, რომ დამატებითი პრობლემები შეიქმნას. კი ბატონო, ხო, გეთანხმებით. და მით უმეტეს მისი ეკონომიკური შესაძლებლობები ძალიან განსხვავდება, ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული მოკლედ ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საკითხი იქ აღარ არის, ანუ და შესაბამისად ევროკავშირი უფრო სწრაფად შეძლებს, შედარებით უფრო სწრაფად შეძლებს იმ გადაწყვეტილებების შექმნას და განხორციელებას, რაც არის. მეორე საკითხი არის ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში და თქვენ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და პასუხი რუბიოსი და პოლიტიკაც იყო, ხო? აქამდე შეერთებულ შტატებს არ ქონდა მწყობრი პოლიტიკა რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში. და ეხლა რასაც ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის დიდი მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი პოლიტიკური, უკაცრავად ეკონომიკური და კომერციული ინტერესები. ხომ, აი ამ ტრამპის პროექტის მიხედვით აზერბაიჯანს სომხეთს შორის მშვიდობის დამყარება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა მიცის, რომ სამხრეთ კავკასიაში არის სამი ქვეყანა და არა ორი. და იმისათვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს სტაბილურ გარემოში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როგორც მინიმუმ არ იყოს ხელის შემშლელი და ნორმალურ, აი შუალედურ ვარიანტში იყოს კარგი პარტნიორი. ამას ყველაფერს ჭირდება აი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა. და საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა რომ არ არის და ხელისუფლება ქართული ოცნება რომ მხოლოდ ძალადობით მართავს სიტუაციას, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელში აუფეთქდეს, ამას ალბათ ბიძინა ივანიშვილზე უკეთ ხედავს რუბიო და სხვა შეერთებული შტატების დიპლომატები, ხო? და შესაბამისად მათი ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, რომელიც შექმნა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისე ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ჩვენ შემოვედით, გვაქვს დიდი ინტერესები, გრძელვადიანია ეს ინტერესები და არა მოკლევადიანი, ამიტომ გვჭირდება იმ პრობლემების მოგვარება, რაც საქართველოში არის, გრძელვადიანი მოგვარება. და ეს აი ამ უხდუნას ეს ორი ფაქტორი, იქით ევროკავშირის ხელფეხის გახსნა და აქეთ შეერთებული შტატების პოლიტიკის უფრო წყობრად ჩამოყალიბება არის აი ამ რეალური ძალთა ბალანსის მნიშვნელოვანი ცვლილება. უკრაინის ფრონტზე ასევე და ეს არის მესამე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ფაქტია, რომ პუტინი ვერ იმარჯვებს. ფაქტია ეს, ხომ და ამას უკვე ოცნების პროპაგანდისტებიც უკვე ამ ბოლო დროს სხვანაირად გალობენ იმ ეთერებში, რომ ჩართავ და უყურებ, ხო? ვერ იმარჯვებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ისის პოზიციები აღარ არის ისეთი დამაჯერებელი. პროპაგანდისტები გალობენ რაღა ეს სიტყვა ეხმარა ისინი გალობენ იმასაც, რომ ამბობენ, რომ სუვერენული დემოკრატია ვართ. და ჩვენ ვართ რა სუვერენული დემოკრატია, ჩვენ პაპუაშვილი მაგალითად დღეში გადავაჭარბებ ცხადია, მაგრამ დღეში 7 ჯერ ამბობს ამას, ან 9 ჯერ. მინიმუმ დღეში ერთხელ. ჩვენ სუვერენული დემოკრატია ვართ და ევროკავშირი ისეთივე წარმონაქმნია, როგორც იყო საბჭოთა კავშირი და ჩვენ არ წავალთ ევროკავშირისკენ. მე მესმის, რომ ეს პაპუაშვილს ისევე როგორც კობახიძეს პოლიტიკურ დაკლას გულისხმობ, დაკლავს, როცა სასჭირდება ივანიშვილი მაშინაც დაუკლავს, ახლაც დაკლავს და თუ მომავალში ვინმე პრემიერი ეყოლება, იმასაც საჭიროების შემთხვევაში დაკლავს. მაგრამ მე ვერ აი მაინც უნდა ვთქვა ეს. ვერ ვხედავ რატომ ვერ მიხვდა ამდენი ხნის განმავლობაში ივანიშვილი ისიც ხო უყურებს რომ ამ NPZ-ს აი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას მოსკოვის ცენტრიდან დიდი ქალაქია გასაკუთრება რაღაც 27 კილომეტრში. ხო, ან 20 კილომეტრში დაეცა ეს უკრაინული დრონი. ისიც ხო ხედავს ამას და იმასაც ხო უნდა ხვდებოდეს, რომ
რომ ეს გაგრძელდება, ეს არ დასრულდება. ეს უკრაინელი ამას არ გაჩერდებიან. მესმის რომ ივანიშვილი შესაძლოა ფიქრობს რომ ეხა ნახეთ რუსებმა რა უქნან რაღაც უკრაინას ხო პეჩორსკაია ლავრა პეჩორის ლავრა აფეთქეს და ამაზე მეტი რა უნდა უქნან მეთქი უპასუხებდი ახლა მე მას აქ რო იყოს ჩვენთან ერთად ხო ბრძანელევარ იცით ერთი საკითხი არის ის რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ რომ ეს ხალხი რაციონალურად აზროვნებს და ეგ არ არის 100%-იანად რეალისტური დაშვება. მე სულ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ჯერა იმის, რომ შეპყრობილია რაღაც იდეებით, თავისი რაღაც წარმოსახვებით, თავისი სოფლიოზე, გარესამყაროზე და არ ხედავს ისე მოვლენებს, როგორც ჩვენ ვხედავთ. და ეს ემართება ყველა ეს პრობლემაა ლევან ეს რეალური პრობლემაა კი, ზოგადად ქვეყნისთვისაც პრობლემაა, მაგრამ მისთვისაც პრობლემაა. იმიტომ რომ ეს ემართებათ ხოლმე ძალიან ხშირად ხელისუფლებაში მყოფ დიქტატორებს, ან მე მინდა დიქტატორი ვიყო ტიპის ხალხს, რომელიც მერე ცხოვრობს თავის წარმოსახვით გარემოში. იმ გარემოში, რომელსაც ის თვითონ ქმნის, არ ვიცი, თავის შამანებთან ლაპარაკით, თუ თავის ხეებთან ჩახუტებით, თუ რა ვიცი, თავისი ვეზირების მიერ ნათქვამი რაღაც საუკეთესო სცენარებით, ისევე როგორც პუტინი, რომელსაც დღემდეუნებია, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ. ხომ? ამიტომ ნუ ვივარაუდებთ, რომ ის ისე რაციონალურად შეიძლება აზროვნებდეს, როგორც ჩვენ ეს ეხა მაგალითად ავაწყვეთ ეს საერთაშორისო ვითარება, ხო? ეს ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი არის ის, რომ მათ ეშინიათ ცვლილებების, ანუ ყველა ესეთი სისტემა, რომელიც აგებულია მორჩილების უხეშ პირამიდაზე, ან უხეში ძალით დამყარებულ პირამიდაზე მორჩილებით, მას ეშინია ნებისმიერი კომპრომისული რაღაცის, იმიტომ რომ შიშობს, რომ აი ერთი აგური თუ გამოეცალა, მაგალითად რაღაც კანონის შეამსუბუქა, ან არჩევნები ჩანიშნა, ან ადამიანი, ეს შეიძლება ხუხულასავით ჩამოეშალოს. მაგრამ კიდე იცი რატომ შიშობს, თუ რის გამო შიშობს, იქნება და ის რაღაც სკაუტებით ხო რაღაც თეორიას. იქნება და იმიტომ შიშობს ლევან რომ პოზიციის მხრიდან ზოგადად მათ შორის თქვენი მხრიდანაც არ ყოფილა და მე არ ვამბობ რომ უნდა ყოფილიყო ხაზგასმით ვამბობ ერთგვარი სიგნალები ინდულგენციისა. თუმე დამსჯი მე ვარ კუთხეში მიმწყდეული რომელიღაც ორფეხა თუ ოთხფეხა ცხოველი თუმე დამსჯი და ლევან სუსკიძე მოვიდა სხვაებთან ერთად ცხადია კოალიციური და მართსაჯულება იქნება ისეთი როგორცაც ლევანი და სხვები გააკეთებენ ხო მე მამენტ მე შესაძლოა დასაჯელი ვარ მაგრამ მე არ მინდა საპატიმროში წასვლა და ამის გამო მე ვიპორჭხნები ალბათ ყველაზე სწორი ზმნა არის და ივანიშვილს კობახიძესაც პაპუაშვილსაც ხადია და კიდევ ვიღაცებს მაგრამ ივანიშვილს ძალიან არ უნდა არა და ეს არ უნდა კი რა თქმა უნდა არ უნდა და თუ ეგ არ უნდა მას აქვს გამოსავალი, ეს არის იმ პირობების დაკმაყოფილება, რომელიც არის. ანუ მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აი ამ რეჟიმის დასასრული უფრო ახლოს არის, ვიდრე ბევრ ჩვენგან შეიძლება გონია. მით უმეტეს მათ შეიძლება ეგონოთ. მაგრამ როგორ დასრულდება, ამაზე მათ ზეგავლენა აქვთ. ჯერ კიდევ. ეს შეიძლება დასრულდეს ძალიან პოლიტიკური მშვიდობიანი რაღაცა არჩევნების კომპონენტის გამოყენებით პოლიტიკური პროცესით რომელსაც თან მოყვება, რა თქმა უნდა, აუცილებლად გარდამავალი მართლმსაჯულების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გადასაწყვეტი სხვა. ან ეს დასრულდება ისე, რომ ჯერ ჩვენ არავინ არ ვიცით რა შეიძლება ეს იყოს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა შევეცადოთ, რომ ეს დასასრული ლევან, მოდიში მათზეც არის დამოკიდებული ზუსტად პაგასონ. მათზე არის, მათ ჯერ კიდევ აქვთ ეს არჩევანი. რომ ქვეყანა და საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება წაიყვანონ იმ მიმართულებით, როგორც თვითონ ურჩევნია, როგორც თვითონ უფრო აწყობთ, რომ დასრულდეს. იმიტომ რომ რაღაც მოულოდნელი, ქაოტური და ამბავ საერთოდ არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ მართლა ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცა თავი მოვაწონო ვიღაცას, ვინც ახლა გვისმენს. მე მართლა ეს კამპანია რაც ვახსენე, ხომ ეს არ არის კამპანია, სადაც მივდივართ და სელფის ვიღებთ.
რომ აი დაგვინახოს ვიღაცამ, რომ სადაც მართლა ძალიან ინტენსიური ის გვაქვს, რა ქვია, კამპანია, თან მთელი ოფისი გადაგვაქვს ხოლმე იმ ხარეს, სადაც მივდივართ და ძალიან სადამ ფიზიკურად შეგვიძლია, და როცა მივხვდებით, რომ ფიზიკურად აღარ შეგვიძლია ხოლმე, მერე ვამთავრებთ, მანამდე გვაქვს სულ შეხვედრები. ნაცნობებთან, უცნობებთან, იქ სადაც მხარდამჭერებია, სადაც არ არიან და ყველგან არის აი ეს ცვლილებები ჰაერში ტრიალებს რა. და რა თქმა უნდა ამ კვანძის გახსნა როგორი იქნება ეს არავინ არ იცის და ძალიან რთული იქნება. მე როგორც პოლიტიკოსი მოწადინებული ვარ, რა თქმა უნდა იმისთვის რომ ეს იყოს პოლიტიკური, არაძალადობრივი, ისეთი ცვლილება იყოს, რომელიც ქვეყანას არ შეუქმნის რისკებს და მოახდენს ისეთ ტრანზიციას, რომელიც ქვეყანას გამოადგება, მაგრამ ეს ცვლილება გარდაუვალია. აბსოლუტურად გეთანხმები ლევან, მაყურებელს რომ ავუხსნათ, მესმის რომ ბევრს შეიძლება არც ახსოვს, მით უფრო აი ბოლო რაღაც ვთქვათ 20 წლის ვინც არის ჩვენებიდან 23 წლის, მაგრამ 2003 წელს 23 ნოემბერს მოხდა რევოლუცია ამ ქვეყანაში. ემანდ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ედუარდ შევარდაძე ყოფილიყო არა ადეკვატური და არ ეთქვა, მე სად მიდიხართ ბატონ ედუარდ სახლში მივდივარ, ეს რომ არ ეთქვა, იქ შესაძლოდ და მაღალზე მაღალი ალბათობით მძიმედ ან უფრო მძიმედ ასე ვიტყვი განვითარდებოდა მოვლენები. ედუარდ შევარდაძე შეიძლება ახსი ავხსნი. მე დამეთანხმება ალბათ ან შესაძლოა არ და შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავეც კი იყო, გავბედავდა ასე ვიტყვი, მაგრამ როგორც კი ბოლო აკორდი მისი იყო ისეთი როგორიც იყო, მან მიიღო ინდულგენცია, ის დასახლდა კრძალში და აღესრულა. გარდაიცვალა იქ და დაკრძალულია იქ და ახლა საზოგადოების ერთ ნაწილს ვინიცის და გულის კი უბრუნდება საქართველოს მეორე პრეზიდენტის მიმართ და ახსენებენ უფრო პოზიტიურად, აი ახლა 23 წლის თავზე რევოლუციიდან ვიდრე და არა ნეგატიურად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ედუარდ შევარდაძის ხელშიც იყო როგორ გამოჩორკნიდა, გამოძერწავდა საკუთარ და ყველა ლიდერის ხელში. მიხეილ სააკაშვილსაც შეეძლო გაჭედვა და თქვა, რომ იცით რა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები არ წამიგია და არ წაგიგია და ის ხალხი, რომელიც გამოსული იყო იმ ხანად, ჯეგავდა ხმაბაღლა თქვი ალბათ, მაგრამ მოკლედ კიდევ უფრო წინააღმდეგობაში შევიდოდით. ივანიშვილს ეს შეგრძნება ალბათ, ხო? როგორც ყველაზე უფრო მეტად წასულს დიქტატურისაგან, ყველა სხვა ხელისუფლებისაგან განსხვავებით თუ შედარებით, ეს შეგრძნება ალბათ არ აქვს მიზეზთა და მიზეზთა გამო. კი, შეიძლება არ აქვს, შეიძლება ბევრად უფრო დაჩლუნგებული აქვს ეს პოლიტიკური, ასეთი ტიპის პოლიტიკური სახელმწიფოებრივი ინსტინქტი ზოგადად. მაგრამ მანდ ორი რამეა. ერთი ხო, ნამდვილად ვერ გამოურიცხავთ იმას, რომ თქვათ მან უკიდურესად არარაციონალური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები მიიღოს კიდევ განსაკუთრებით იმ კრიტიკულ მომენტში, რომელიც ახლოვდება და გარდაუვალია. ეს წნეხი, ეს ტემპერატურა, ეს დუღილი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, იმ უსამართლობის გამო, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკურ უსამართლობაზე ვსაუბრობ მე და არა მხოლოდ მაგალითად დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობაზე. მე ვსაუბრობ სოციალურ უსამართლობაზე, ვსაუბრობ ეკონომიკურ უსამართლობაზე, ვსაუბრობ იმაზე, რომ აღარ დარჩა საქართველოში ოჯახი, რომელსაც ვიღაც იძულებით ემიგრაციაში არ ყავს. საუბრობ უსამართლობაზე, რომელიც აი ყოველ ნაბიჯზე ხდება, როცა 80-85 წლის ასაკის ადამიანებს, მოხუცს, ქალებს, კაცებს ხედავთ, როგორ ყიდიან 2-3 კონა მწვანილს თაკარამზის ქვეშ, რომ რაღაც საჭმელი იყიდონ, პური იყიდონ და რაღაც და სახლში მიიტანონ. ამიტომ ეს უსამართლობა ხომ ისეთი განგაში ზავს და არისხებს, როცა მოვა, რომ ჩემი აზრით ძნელი იქნება მისი არ გაგონება. და ეს იზრდება ეს ამ უსამართლობის განცდა. შენ რო ხელისუფლებაში ყოფილიყავი, ცხადია უშუალოდ შენ და კიდე ბევრ პოლიტიკოს დავასახელებ. შენი მაგალითად პრემიერ-მინისტრი იყო, ან არაფორმალი მმართველი რო ყოფილიყავი, ხო წარმოუდგენელია, მაგრამ ერთ წამს აი წამის 110-ით დაუშვათ, ხო? რასაკვირველია, შენ არ გეყოლებოდა სინდისის და პოლიტიკოსი პატიმრები. მაგრამ აი ერთ წამს დაუშვათ, რომ იმოდი შეფამზნისთვის ლევან მართლა უნდა მაპატიო ჩვენი ურთიერთობიდან გაგიჟდი და შენს ხავს ვიღაცა რომელმაც პირები მოკიშალა ამ ხნის განმავლობაში რაღაცა ფორმალისტური კანონი გაძლევს ამის უფლებას და შესაძლებლობას რომ პლაკატზე დაჯღაბნისათვის დაიჭირო მოქმედი პოლიტიკოსი მოქალაქე ზოგადად და ასევე ამავდროულად პოლიტიკოსი მოქალაქე ეხლა რას იზავდი ელენე ხოშტარიასთან იმართებაში აი კონკრეტულად კითხვა მე რას ვიზავდი გეტყვი, ბოდიშვილი დაგასწარი მეთქი. მე ვიტყოდი, რომ არ ვიცი კანონი, მოძებნეთ
კანონის ის მუხლი და ყოველთვის მოიძებნება მუხლი, რომლის საფუძველზეც ელენე ხოშტარი და არა მხოლოდ, მაგრამ რაღა ელენე ხოშტარი ეს ამბავი ახლა მნიშვნელოვანი დრო ჯანმრთელობა შერყეული ჩვენი მეგობარია, ხო, გავანთავისუფლებდი გუშინ, ასე ვიტყვი, ანუ არა ხვალ, არამედ გუშინ, ბრძანებად. პოლიტიკოსობაზე მაღლა დგას ადამიანობა. და ვერასოდეს პოლიტიკური მიზანი განსაკუთრებით ძალაუფლებასთან დაკავშირებული მიზანი, პარტიულ ინტერესთან დაკავშირებული მიზანი არ უნდა დადგეს ადამიანურ და ჰუმანურ ფასეულობებზე მაღლა, ხო, სულიერებაზე მაღლა, შენ რაღაც მორალზე მაღლა და ამიტომ რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ჰუმანიზმის პრინციპებიდან უნდა გამოხვიდე და ერთმა დამიფაროს, ოდესმე ეგეთი რამე მოხდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უპირობოდ გადავდგავდი მაგნაბიც ყოველგვარი დაფიქრების გარეშე კიდე რა ვიცი მაგ სიტუაციაში არასდროს არ აღმოჩნდა მაგრამ გავში იყო რიტორიკული კითხვა უბრალოდ შენი მაყურებელს ალბათ შეიძლება შენი ემოცია შენი კითხვის არა ადამიანობა არის მთავარი ისიც აი ოცნება ეხა რასაკეთებს ხო ანუ ყოველთვის ცდილობს შეიქმნას რაღაცა ფასეულობების მიღმა დაიმალოს ფარისეულურად ის სულ საუბრობს ოჯახის პატივისცემაზე საუბრობს რაღაც ტრადიციულ ფასეულობებზე, ქრისტიანობაზე, რაღაცებზე, მაგრამ რეალობაში ყოველთვის იქცევა სრულიად სხვაგვარად. მაგალითად, ბავშვებს სანამ მთელი ქვეყანა ფეხზე არ დადგა და სტუდენტებმა არ აჩვენეს უკიდურესი შემართება და ამხელა წინააღმდეგობა და პროტესტი ხალხის, რომელიც 2 მილიონის შეგროვებაში გამოიხატა, ბავშვებს წამალს არ აძლევდა, ხო? როდესაც ელენე ხოშტარია მოქალაქე, პოლიტიკოსი, მაგრამ ამასთანავე 4 შვილის დედა, ქმარი, ეს ყველაფერი, ხომ, ანუ სად არის ეს ფასეულობები და ეგ არის რეალურად ქართული ოცნების სახე, ხო და მე მგონია რომ არასდროს ეგ არ უნდა დაკარგო. აბსოლუტურად გეთახმები, მაგრამ იცი რა არის? მე მithქვამს საკუთარი თავისთვის ან ჩემივე მეგობრებისთვის, რომ ეს პროცესი, რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ ერთ წუთს ფილოსოფიაში ან თეოლოგია ფილოსოფიაში გადავარდები, არის განწმენდის პროცესი მეთქი, ხო რაღაცა უნდა გავიაროთ ეს, მაგრამ იცი რა მიპასუხია საკუთარი თავისთვის. იმდენად ლუსტრირდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ან საზოგადოება მთლიანად, ხო, იმდენად შავთეთრდა ყველაფერი, რომ ეს ადამიანები, არ ვიცი, ამ მნიშვნელობა აქვს 300 კაცი, 798 კაცი, დადუმებულები თუ არ დადუმებულები, მეტი გაცილებით. ხო, ვინც არ არის ემპათია, ვინც მოცემულებს ემპათია დაკარგულია, ელენეს, მზიეს, ხვების და სხვების მიერ. როგორ ხა უნდა თანავიცხოვროთ მას შემდეგ, რაც მათთან გეტოს ხო ვერ გააკეთებ ან რაღაც მარგინალიზაციას ხელოვნურად ამ კითხვაზე მაინც და მაინც პასუხი კი არის და ჩემი ემოცია გაგიზიარე როგორც მეც ვიფიქრი ამაზე რა თქმა უნდა მე მგონია რომ აი ყველა ერში უკლებლივ არის თავისი რაღაც ნეგატიური თვისებები და გააჩნია ხელისუფლება სხვათა შორის თავისი შესაძლებლობების გამოყენებით, რომელიც რაღაც მაგალითსაც ქმნის, რომელსაც ყველა ხედავს, გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობაზე და ამ შემდეგ როგორ იქცევა და რას ახალისებს. ანუ ყოველთვის შეუძლია პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ხო ის რას აკეთებს? ის აი ყველაზე მტკივნეულ განსხვავებებს ცდილობს წარმოაჩინოს საზოგადოებაში და დაყოს საზოგადოება და ესე იბატონოს, ანუ მისი ყურადღება ჯერ გადაიტანოს გამოგონილ რაღაცეებზე, რომ თვითონ ეს შავი ფული კორუფცია აკეთოს თავისუფლად, ანუ თქვას, რომ აქ deep state იგვებძვის, იქ მასონები, იქ ვიღაცა და ამასობაში აქ რაღაც ეს ფულები ატრიალოს თავისუფლად, მაგრამ ხალხმა იფიქროს იმაზე, რომ გურამ მაჭარაშვილს გაათხოვებენ თუ არა ძალით. ხო აი რას გიჟია ხო რაღაცა წარმოიდგინეთ გურამ მაჭარაშვილს გათხოვება რაღაცა წავიდა და გაათხოვება რა ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და ამასობაში ამათმა ყოველ ნუ აბსოლუტური სიგიჟე რა და ამაზე უნდა ვიფიქროს ხალხმა რომ აი მე ღმერთო და რაღაც ესენი ამასობაში თავის ამ მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებენ და მეორე იმისთვის რომ საზოგადოების კონსოლიდაცია არ მოხდეს ხო აღვივებენ აი ამ სიძულვილს, აღვივებენ აი ამ წენებს ერთმანეთში, ხო? და მაგრამ პოლიტიკის კეთება სხვანაირადაც შეიძლება და მე მაგისტრის ვარ მოწოდებული და აი მართლა მჯერა მაგისტრი რომ ჩვენი საქმე არის ხიდების მშენებლობა და აი ამ საუკეთესო თვისებების გამოვლენა საზოგადოებაში, რომელიც ყველგან არის. და მართლა მე რო დავდივარ, მე მართლა არ ხვდები ესეთ ხალხს, როგორცაც ესენი ლაპარაკობენ. მე ხვდები რა შოთაზე, ვაჟაზე, ილიაზე გაზდილხარ, სტუმართ მასპინძლობა იციან, ყველაფერი იციან, არის შეიძლება არავის, შეიძლება არ გეთანხმებოდეს ადამიანი და შენი მოწინააღმდეგე იყოს, მაგრამ სახლში დაგპატიჟოს იმ ადამიანმა, რომ ნახარო, სტუმარი ხარ და ჩამოხვედი და რაღაც გაინტერესებს რა ხდება რა.
და ამიტომ ეს ხიდების მშენებლობა ის ძალიან მარტივი, თუმცა ეფექტური მეთოდია, რასაც ოცნება აკეთებს. ხიდების მშენებლობაა ძნელი და პოლიტიკოსობა მაგით თუ არის საინტერესო, რომ აბა შეგიძლია თუ არა ხიდები აშენოთ, რომ მე შემიძლია გამოვიდე და გავაკეთო რაღაც ისეთები, რაც სწრაფად მოიტანს რაღაცა პოპულარობას, ადამიანებს რაღაცა ერთმანეთთან კიდე უფრო იმას დააპირისპირებს. არა, და თუ კი ამის კეთებას დავიწყებთ, მაშინ ჩემი აზრით თანაცხოვრების გზებსაც ვიპოვით და აი თქვენ ახსენეთ ეს განახლება დაწმენდის საკითხი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, აი ამ ბრძოლის შემდეგ საქართველოში დაიბადება პრინციპულად ახალი პოლიტიკური კულტურა და ახალი რაღაცა ეროვნული ეტაპი განახლების დაიწყება, იმიტომ რომ აი ამ ბრძოლაში ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ და კიდევ ვისწავლით. ვისწავლით ნამდვილი სოლიდარობის ფასს, რომელიც არ არის რიტორიკული რაღაც, რომელსაც ყველა იზრახს, რეალურად რას ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს შენს რო გაჭირვებაში ვარდები, იმიტომ რომ შენ თანატოლს და თანამოაზრეს და თანამებრძოლს გვერდში დაუდგე. ვისწავლით მართლა პოლიტიკური ორგანიზების სრულიად ახალ შესაძლებლობები როგორია. ვისწავლით დაპირისპირებას, ვისწავლით ანგარიშვალდებულების მოთხოვნას პოლიტიკოსების მიმართ. ხომ ის კი არა რომ აგირჩიე და 8 წლის მერე მოგკითხავ რაღაცას თუნებას დამთავ. არა, ეს ბრძოლა ხო მარტო იმიტომ არ არის, რომ კობახიძის გვარის მაგივრად პრემიერ-მინისტრად სხვისი გვარი დაიწეროს. ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკის განახლება მოხდეს. ეს განახლება უნდა მოხდეს სწორედ პრინციპული განახლება, სადაც მთავრობა აღარასდროს აღარ იქნება და ვეღარც გაბედავს, ხალხს უთხრავს, რომ მე იმისთვის ვარ, რომ შენ გავკონტროლო. პირიქით უნდა იყოს, ხო? ხალხმა უნდა აკონტროლოს მთავრობა და აი ეს ბრძოლა, ეს ხანგრძლივი ბრძოლა, ეს მართლა გმირული ბრძოლა, რაც ახლა მიმდინარეობს ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენი რაღაც ტრანსფორმაციული დუღილიც არის. საიდანაც წარმოიშვება ახალი ძალიან წარმატებული თანამედროვე საქართველო, იმიტომ რომ ეს ჭაობი რაში ჩაგვაგდეს ჩვენ, ხო? ამას დავძლევთ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მცოდნე ამ ქვეყანაში დარჩენილი, რომელიც საქმეს გააკეთებს. და მე როდესაც ვიგრძნობთ ზურგის ქარს, ძალიან სწრაფად წავა ეს ქვეყანა წინ. კიდევ კარგად უნდა აღხსნათ, მე აბსოლუტურად გეთახმები ლევან და ერთ ამეს დავამატებ თქვენის ნებართვით, შენის ნებართვით. უნდა გავიგოთ, მეც უნდა გავიგო მათ შორის, აი საკუთარ თავზე თვითკრიტიკული ვიქნები, საკუთარი თავის მიმართ, რომ საზოგადოება და მთლიან ქვეყანა სუსტი და მოწყვლადია მაშინ კი არა, რომ ბევრი მიზეზის გამოა, მაგრამ როცა ჩვენ უნდა ვიყოთ არა ერთნაირები, არამედ ერთიანები ბევრ მნიშვნელოვან ამბავში, განსაკუთრებით რაღაც საგარეო პრიორიტეტებში, რაღაც სოფხედელობის საკითხებში და ასე შემდეგ. მე და ლევანმა შეიძლება ბჭყალებში დავხოცოთ ერთმანეთი რაღაცა საკითხებზე, მაგრამ ჩვენ საერთო ღირებულება, ამ ღირებულებათა შორის ადამიანისთვის ხელის გაწოდება, ემპათია ზოგადად, ხო შეჭირვებულისათვის და არა მხოლოდ არის ერთ-ერთი თუ მთავარი ფუნდამენტური არა ფუნდამენტური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამიტომ სწორია ლევანი, მე მიუყვები მას და ვიზიარებ მის მოსაზრებას, სრულიად ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც არა ნეგატივზე, რაც მოგვდეთ მეც, ვაღიარებ, ხო? მეც ისე გააჯავდება ხოლმე კაცი, არამედ სწორედ პოზიტივზე და კარგის თანახვაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. აი საზოგადოება ნახეთ როგორც სწრაფად შეიცვლება, მაშინათვე როგორც კი ხელისუფალი შენი იქნება არა ღვარდლზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებელი, არამედ სწორედაც რომ ბოდიში ლევან ბოლო შენი ემოცია და დავასრულოთ ეთერი. კი, აბსოლუტურად, მაგისთვის ღირს პოლიტიკაში ყოფნა რა. ნამდვილად, მაგისთვის ღირს, იმიტომ რომ მე მჯერა აი იმ ხალხის რომელსაც ხვდები, იმ მოქალაქეების რომელსაც ვესაუბრები, ეს კიდევ უფრო მიძლიერებს იმ რწმენას, რა რწმენითაც პოლიტიკაში ნაბიჯები გადავდგით მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, იმიტომ რომ ხედავთ რეალურად, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის სრულიად განსხვავებული, დიამეტრულად განსხვავებული იმ სურათისგან, რომელსაც ქართული ოცნება ქმნის. ქართული ოცნება როგორ სურათს ქმნის, ხო, რომ ქართველობა არის მატყუარობა, რასაც თვითონ აკეთებენ, თვითონ ხო წარმოაჩენენ თავს, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სახე, ხო? ჩვენი ერის სახე, ხო? და თვითონ რას აკეთებენ? იტყუებიან, იპარავენ და ქართულ ტრადიციებს ღალატობენ, მაგალითად სტუმართ მასპინძლობას. აი, საქართველოში ჩამოსული თავშესაფრის საპოვნელად ჟურნალისტი, სტუმარი ადამიანი გადასცეს სხვა ქვეყანას, რომელიც მის დასაჯელად იყო მოწადინებული. ხო, ანუ აი ეს მთავარი პრინციპები, რაც არის
ქართველობა ისინი სრულიად დიამეტრულად იქცევიან ამასთან დაკავშირებით რა და მე ვისაც ხვდები ადამიანებს არ მგონია რომ მაინც და მაინც განსაკუთრებულად განსხვავებულ არა უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდები ისინი არიან პატიოსანი ადამიანები შრომის მოყვარე ადამიანები შეგნებული გათვითცნობიერებული ადამიანები რომლებსაც ერთი სული აქვს რომ განათდეს რა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანამ დაიწყოს წინ სვლა და ეგ შეგვიძლია და მე აი მართლა ბოლოში რა შემიძლია ვთქვა ამის რწმენა მაქვს აბსოლუტური რა ლევან ძალიან დიდი მადლობა ლევან სუსკიძე იყო სტუმარი ბოლო აკორდი ჩემი მე ვეცდები არა თავგადაკლულ მომხრესთან რომელსაც ვერაფერს ვერ შეაგდებინებ ქართული ოცნებისა არამედ ესე ვიტყვი საზოგადოებაში ცნობილი სახე რო იყოს მაგრამ რომელსაც რაღაც აკადემიური შეიძლება ფრანცუზი სიტყვა არის მაგრამ რაღაცა დებატი შეუძლია მნიშვნელოვან საკითხებს ამგვარი დებატის ორგანიზებას ვეცდები ამავე პლატფორმაზე და აქვე ლევან არც იცოდა ეს აქვე თავაზობ ლევანს თუ მისი სურვილიც იქნება რომ შევიდეთ მე ვიქნები მოდერატორი და მხოლოდ მიუხედავად იმისა რომ ცხადია სუბიექტური ვარ და ყველა სუბიექტური არსებები ვართ ქსოვილები ვართ მაგრამ მე ვეცდები რომ მართლა მოდერატორები იყო და არა კლასიკურ და არა იმგვარ დებატს შევსთავაზებ საზოგადოებას რომელსაც და როგორცაც თავაზობს ასე მაგალითად იმედი ან უსტავიორი არამედ მართლა დებატს რომ იქნება მოვნახოთ რაღაცა გავაგებინოთ ერთმანეთს და რასაკვირველია უხეშად მე ამ შემთხვევაში უკვე აღარ მობერდება ჩვენმა მხარემ გააგებინოს რომ აი ამის გაკეთება ელენე ხოშტარიას არ გამოშვება ან რაღაც ევროკავშირის რეზოლუციის იგნორირება ან რაღაცა სისულელს რო ჩადიხართ იქ ხო არ შეიძლება თქვენივე შვილებისთვის და თქვენთვისაც და ლევანისგან მივიღე პირობა მე მგონი ისე მეთანხმება რომ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ირაკლი და ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება მე ყოველთვის ვჯერა იმისი რომ საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგას არ დავემალები არ გავიქცევი დიდი სიამოვნებით ლევან სუსკიძე თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო ჩემი სტუმარი ლევან წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ მადლობა დიდი მადლობა ირაკლი მაგრად მადლობა გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა